Დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი 9-ზე და დაპირებული რეპორტაჟი აქციის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალი ეროვნული მოძრაობის სახელით ყოფილი მმართველი პარტიის საპროტესტო აქცია 2 საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. არჩევნებში დამარცხებული ძალის ლიდერებმა ქვეყნის საგარეო კურსი და ახალი მთავრობა ამჯერად რუსთაველის გამზირიდან გააკრიტიკეს. სიტყვით გამოსვლები ნაციონალების ახალი სახეებით დაიწყო და პრეზიდენტის მიმართვით დასრულდა. მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებას კრემლის ნახევრად მეგობარი უწოდა. მიტინგზე ყოფილი ხელისუფლებით უკმაყოფილო რამდენიმე მოქალაქეც მივიდა, რომლებმაც პარლამენტის წინ საპროტესტო წერილები დატოვეს. ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ ბევრი ვართ. ახალი ეროვნული მოძრაობის დასაწყებად, რომ საქართველოს ევროპული კურსის შენარჩუნება და ქვეყნის აღმშენებლობაში ნაციონალების გამოცდილების გამოყენება აუცილებელია, ამაში ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს 2 საათის განმავლობაში არწმუნებდნენ. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მოქალაქეებს სიყვარულში გამოუწყდა, ოფიციალური პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. თანამემამულენო, ჩემო დედებო და მამებო, ბებიებო და ბაბუებო, ჩემო შვილებო, ჩემო დებო და ძმებო, საქართველოს საუკეთესო შვილნო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ამაყი ვარ, როგორი წელში გამართული, იმითი რომ დღეს აქ ხედავთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარხართ და როგორ მეყვარებით ყოველთვის. პრეზიდენტის გამოსვლას ვანო მერაბიშვილმა სცენიდან არ მოусმინა. მერაბიშვილის მოსმენაზე კი უარი მოქალაქემ თქვა. ბატონო, პრეზიდენტის გამოსვლას თუნდა რატო არ შეცვლილი პოლიტიკური კურსი, დაუსაქმებელი მოსახლეობა და დაშინებული მოქალაქეები. ეს ძირითადი პრეტენზიებია, რომელსაც ოპოზიცია მოქმედ ხელისუფლებას უყენებს. როცა დადგა ეჭვის ქვეშ საქართველოს ორიენტაცია, 10,000-ობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში. ამიტომ მე ვაფრთხილებ დღევანდელ ხელისუფლებას. ხელები შორს საქართველოს დამოუკიდებლობისაგან. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ჩვენ დავტოვეთ და რომელიც მოსაგვარებელია, ეს არის დასაქმება და უმუშევრობა. დღეიდან მე გასძლევს გარანტიას, რომ ნაციონალური მოძრაობა და ჩვენი პარტია მისი მთავარი ამოცანა იქნება ყველა საქართველოს მოქალაქეს შეუნარჩუნოს სამსახური და მომავალში გააკეთოს ყველაფერი. აიძულოს დღევანდელი ხელისუფლება, რომ საქართველოს შექმნას სამუშაო ადგილები. მები ჩვენი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია. ჩვენ ცოცხლები ვართ. გადახედეთ, რა შეიცვალა? სიგარები აღარ არის? უმუშევრობა შემცირდა? გარდა მთავრობის ნათესავებისა, ვინმე დასაქმდა თქვენ გარშემო, ვინმე იცით, რომ სამსახური იშოვა და დღეს უკეთხოვ, რომ დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა არის სხვა პარტია, განახლებული ენერგიით, განახლებული სისხლით, განახლებული ხედვით, განახლებული და შეცდომებზე ნასწავლი და მიღებული გამოცდილებით. ჩვენ გამოვიარეთ ერთად ბევრი ჭირვარამი, ჩვენ ბევრ ამას მივაღწიეთ, ბევრ ამაში შეიძლება შეცდომა დაუშვით და ძალიან კარგი რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა საქართველომ გამოგვაფხიზლა. საქართველო არის ერთი და ჩვენს და საქართველოს რომელიც მიდის ევროპისკენ. ეს არის ერთადერთი გზა, გზა ილიასი და გზა ყველა ქართველი პატრიოტი. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები აქციაზე მისვლის მიზეზებზე საუბრობენ. სააკაშვილი ნიშა მიყვარს ძალიან და მაგიტომ მოვედი. ძალოცოს ღმერთმა, იცოცხლოს დიდხანს. ეს ქვეყანა ფეხზე დააყენა. აქციაზე მოქალაქეთა ნაწილი ოპოზიციის ლიდერებისთვის კითხვების დასასმელად მივიდა. მათ ნაციონალური მოძრაობის წევრებს საპროტესტო წერილები გადასცეს. აი ამ ხალხს არანაირი მორალური უფლება არ აქვს. აი აქ 7 ნოემბერს ქიმიური ომი როცა გამოგვიცხადეს და 26 მაისს სისხლის გუბეები დააყენეს. დღეს გამოვიდნენ და კიდევ ევროპულ მაღალ პოლიტიკურ იდეებზე ილაპარაკონ. მე პირადად ჩემ თავზე გამოვცადე აი ამათი რეჟიმი. აქციის დასრულების შემდეგ პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა. ოპოზიცია მანიფესტაციის შედეგებზე საუბრობს.
ამ აქციის მასშტაბებმა გადააჭარბა ყველა მოლოდინს, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეების განმავლობაში მიდიოდა აქტიური დატერორება ჩვენი მომხრეების, მაინც ამდენი ადამიანი მოვიდა რუსთაველის გამზირზე. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული იდეალებით ანთებულ ადამიანებს უბრალოდ ვერანაირი ტერორით ვერავინ ვერ შეაშინებს. ეს არ იყო რაღაც პარტიულ საკითხებზე მოწყობილი აქცია, არამედ განიხილებოდა ფუნდამენტური საკითხები ჩვენი ქვეყნისათვის, საგარეო პოლიტიკური კურსის და საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების. განსხვავებული მოსაზრება აქვს მმართველ გუნდს. საპარლამენტო უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის შიდა პარტიულ პრობლემებზე საუბრობს. მიმდინარე ცენტრალური მოძრაობა მათ პარტიაში აქვს შიდა პრობლემები, აქვს ერთმანეთთან დაპირისპირება და ვისი პარტია ბოლოს და ბოლოს კარდავასი თუ ახალაიას თუ მერაბიშვილის თუ სააკაშვილის ვერ გავერკვიეთ. მე ხლა რაც უყურებ რაოდენობას, მაგ რაოდენობით ესე ვთქვათ 7000 კაცია მაქსიმუმ. ხშირად მაქვს მანდ აქციები ჩატარებული, მაქსიმუმ ციფრს ვამბობ, რომ რაიმე არ დავაკლო და გული არ დავწყვიტო და 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავი, აი ეს ეროვნული მოძრაობა. 5%-იან ბარიერს გადალახვის პრობლემა აქვს ნაციონალურ მოძრაობას. მე ვნახე, რომ დინამოს სტადიონზე არჩევნების წინ 12 ხალხი ყავდა შეკრებილი და საზოგადოების მოლოდინის მიუხედავად ნაციონალურ მოძრაობას დღეს პრეზიდენტობის კანდიდატი არ დაუსახელებია. შესაბამისად, არც დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულა.